ჩვენ დაბრუნდით ეთერში თორნიკე შარაშენიძე ექსპერტი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ახლა ჩვენთან სტუმრად. გამარჯობა თორნიკე, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. მაინტერესებს თქვენი კომენტარი იმ საერთო კონტექსტზე, რაც შექმნა რუსეთის პრეზიდენტის ჩასვლამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩემი კომენტარი არის, რომ ჩვენთვის გაუგებარია ეს ვაიუშველებელი რომელიც საქართველოში ახლა არ მომყავს პუტინის სახელმწიფო ჩასვლას დაკავშირებით. ჯერეთი რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩასული იყო პუტინი უკვე ერთხელ თვალსწრაფი 2013 წელს სოხუმში. და ახალი არც მაშინ არ ვთქვამს არაფერი და არც ახლა. თუ იმის ილუზია ჰქონდა რომ ახლა აპირებდა პუტინი დაებრუნებინა აფხაზეთი და იმის ფერაც ჩამოვიდა ჩვენთან პენსი მე გაბრაზდა და ამიტომაც აღარ ვიბრუნებს აფხაზეთს და ჩავიდა ახლა სოხუმში, ნუ ახლა ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ და ჩავიდა სოხუმში, პიცუნდაში ახალი არაფერი არ უთქვამს, როგორც ცნობილია, თქვა რომ დაიცავენ რუსები აფხაზეთს, არავის არ დააჩაგვრინებენ. ეს იყო და ესე. მოკლედ კონტექსტი არ შეცვლილა, საერთო კონტექსტი თქვენი აზრით, ცვლილება არაფერი ყოფილა, შესაბამისად თქვენი აზრით ეს განხილვის საგნათაც არ ღირს. მე ვერ შევამჩნიე ერთი შედარებით რაღაც კონკრეტული რაღაც შედარებით სიახლე იყო ის რომ ითქვა რომ რუსეთი რაღაც შეღავათებს მისცემს აფხაზებს, რომ აფხაზები იმკურნალობენ რუსეთში. ნუ გასაგებია, ისი ნამდვილად მიმართული, აფხაზები კურნალობენ ჩვენთან, სარგებლობენ ძალიან შეღავათიანი პირობებით, უსამართლოდ შეღავათიანი მე ვიტყოდი. ვერც ამაში ვერ ხედავ მე ტრაგედიას, თუ იმკურნალობენ რუსეთში, მე რომ ვკითხოთ, მაინც საეჭვო ის ძალისხმევა ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ ვახარჯავთ ფულს, კურნალობთ უფასოდ, მაშინ როცა გავლილი ქართველები იგივე პრივილეგიით ვერ სარგებლობენ და რატო ნეკუთვნებთ აფხაზებს გავს პრივილეგიები, გაუგებარია ჩვენთვის მაგალითად. თორნიკე, მე ერთი თემა მინდა რომ ვიკითხო თქვენთანაც. ჩვენ ახლა ყავდა ეთერში თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, რომელმაც ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მათ ექნებათ საკანონმდებლო ინიციატივა შემდეგ თემაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან კერძო ინიციატივით მოლაპარაკების წარმოება სისხლის სამართლებრივი წესით გახდეს დასჯადი. თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ ეს დროულია, ადეკვატურია და შესაძლებელია ამისი მიღება ამ ტიპის საკანონმდებლო ორგანოს პირობებში, რაც ჩვენ დღეს გვაქვს? საერთოდ გასარკვევია, რამდენად იქნება კონსტიტუციური გასარკვევია ჩემი აზრით. მე არა ვარ მე არ ვიყავი აღტაცებული, თუმცა ახლა გახსოვთ თქვენ რა აჟიოტაჟი მოყვა მაშანიას ჩასვლას მოსკოვში. პატრიოტ ალიანსის, რა თქმა უნდა, ახლა შედეგს ვერ მოიტანდა ვერაფერს, მაგრამ მეორეს მხრივ ახლა ამაზე ისტერიკების ატახვა და დაძაბულობის შექმნა მე მგონი არ არის, ჩავიდნენ ახლა. ამის გამო მე მგონი ახლა სისხლის სამართლის დევნის დაწყება მე მგონი ცოტა არ იყოს ჩემთვის გაურკვეველია. მით უმეტეს როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს პარლამენტი ალბათ მსგავს საკანონმდებლო აქტს არ მიიღებს. და ფინალში გასაგებია რომ ადამასიანი ახლა ვერ მიაღწევდა ვერც მოსკოვში გასაგებია. და ფინალში აი საერთო კონტექსტის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც აი ახლაც ჩვენ რომ საუბრობთ პარალელურად წალენჯიხაში კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს, რომელიც თევზაობდა აი ეს მთელი გზავნილები, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ, როგორც მაიკ პენსისგან, ასევე თქვენ ამბობთ, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტისგანაც მე მაინტერესებს რაიმე ახალ კონტექსტს ძენს თუ არა საერთოდ რუსულ-ქართულ თემას. გადაცემები ადრეც ხდებოდა სამწუხაროდ და ეხლაც ხდება. ეხლა პრინციპში ჩვენ უყურებთ რომ ეს ბოლო სამი კვირა რაც დაიწყეს ჩვენმა მოქალაქეებმა, აქტივისტებმა ორიგეობა საოკუპაციო ხაზთან გორთან ახლოს, იქ როგორც ხედავ გადაცემები არ ხდება. ანუ აღმოჩნდა რომ რაღაც შედეგი კარგი გამოიღო ორიგეობამ, თუმცა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამას ჩვენ გვახსოვთ გაგიზიანებით შეხვდა რომ რა უნდათ იქ, შნუროვკები დაკიდეს დროშა, სხვა არადეკვატური კომენტარები გვესმოდა. ასე რომ ამაში ახალი არაფერი არის და ერთი რაღაცა გამოიკვეთა. ეხლა თუ მოხდება ისე რომ აი მართლა გრძელვადიან შედეგს, კარგ შედეგს გამოიღებს მორიგეობა საოკუპაციო ხაზთან, აღარ მოხდება ბანერის გადმოწევა, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და აღარ მოხდება გადაცემა ჩვენი მოქალაქეების, გამოდის რომ ჩვენი მოქალაქეების გააქტიურების რეალურად მოსკოვს უფრო ეშინია, ვიდრე მთავრობის მხრიდან საპროტესტო განცხადებების. ფაქტია ესე იქნება. ანუ აქ უნდა მოხდეს თუ რამე მთავრობა ვერ აკეთებს ან არ აკეთებს, მოქალაქეებმაც რაღაც უნდა გააკეთონ. ეს იკვეთება ძალიან კარგ ბოლონდროიდული მოვლენების ფონზე. დიდი მადლობა თორნიკე შარაშენიძეს, რომელიც ჩვენ გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენი ამბები 4-ზე ამით ამოწურულია, შევხვდებით 20 საათზე. მადლობა.